ვიწყებთ ესა ამხანაგებო, მეგობრებო, ძმებო, დებო, ყველა, რა ვიცი, ვიწყებთ ლაილაის მორიგ ეპიზოდს. ჩაძაბული მინდოდა ყოფილიყავით, იმიტომ რომ ისედაც ხვდებით ხო, რა ჟანრში გვექნება. ნუ ეს ახლა თავის თავში აღარ უტყავთ. აი, აღარ უნდა ლიკა ამას. ლიანა ჯოჯოა დღეს ჩვენი სტუმარი. ჩვენი საამაყო მებრძოლი, ძალიან გადასარევი გოგო, აი ძალიან მაგარი გოგო და ჩვენ ძალიან ბევრი წლის წინ მქონდა სატელევიზიო სიუჟეტი გავაკეთე სტუდიაში ვსყავდა და მის ფერი არ შეხვედრილა პრინციპში და მე გადავრჩი. ეხლა თან თემატურად ძალიან ბევრი კითხვებიც აგვაქვს მაყურებლის, იმიტომ რომ დაინტერესა, ცოტა გვიანდავდეთ მართალი უფრო მეტიც იქნებოდა, მაგრამ საკმარის რაოდენობა. დიდი მადლობა რომ მოვიზნადით ჩვენთან. უღრმესი მადლობა. მადლობა. ლიკა დაგიძახეთ თუ ლიანა? ლიკა შინაურად არის. ხო და ლიკა რა. მაშინ მე სენიორიტას დაგიძახებ, იმიტომ რომ შიდაღურულად სენიორიტა. ბილი ბერკ სენიორიტა, ჩემი ზვიგენის მატყუ არა იტყვის, მე სატყუ არა. ახალი სახელი მოუფიქრე ზვიგენის სატყუ არა და ამოვანაკებთ იმ ფოტოს. იცოდი, სად მოდიოდი. მაგარი ეს ტელევიზიაში უფრო აკადემიური იყო და აქ იმან მიშებულია თავინებო. ბილი ბერკის ირლანდიურ პაპში იმყოფებით კოსტაოს 77, სეტანტას ეტე. სეტე რატო დამოსწავლი მე ნომერი და გინესი გვაქვს. ცივი ლიკას არ თავაზობთ, იმიტომ რომ ვარჯიშობს როგორც გითხრა. ხო, აი მე ჩავაზე ყველაფერს მოყვება, მე ყველაზე კარგ ფასად და ყველაზე გემრიელი ცივი ჩაყინული გინესი, რომელსაც ნოდარი მიუშვებს და ნახტი ფეფი კუჩუ. მე ტრანსპორტით ავარ სამწუხაროდ. ლიკას არ თავაზობთ, რომ ლიკას და სანამ დავიწყებ, დიმა, უცებ ვიტყვი რომ დიახ. გამოიწერეთ ლაილაის YouTube არხი ამიგოებო და დავალაიკოთ ვიდეო ჩვენი ლაილაის ისტორიაში, რა ვიცი, გონი ყველაზე შვიდად ეხლა ვთქვით და გასაგონად რომ გამოიწერეთ, იმიტომ რომ ვერ ვასწრებთ ხოლმე. ნუ დღეს ახლა ლიკა გყავს უბრალოდ და ცოტა თავშეკავებული ვიქნებით მაინც. კი, აბა შენ არ შეძლებს დაგვარად. ლიკა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ მოხვედი. თან ახლა ჩვენ იმ დღეს ვწერთ ამ გადაცემას, რომ მერაბი ჩამოვიდა თბილისში, კამარი ჩამოიტანა და ჩამოიყვანა კიდე ხალხი ბევრი და რაღაცა ბევრი კონტენტები და ვიდეოები და საქართველოს უნდა გავაცნო ყველასო და ტრამპს მიახდა იქა. არ მინახია. აი გვიდე ვარ და ხე? არა, რაღაც ახალია ეხლა? აი ბრძოლის მერე გადმოდის და ამაგას მივეჩვი. იმას რა სახე გქონდა რომ გადახტა? მაგას მივეჩვი. კარგად იცნობ შენ. მერაბის რა თქმა უნდა. ხო და აი რომ მაგას რომ მიეჩვიე. როგორია აი გითხარი? რომ აი ეგეთ კარგი გაგებით სიგიჟეებს. მე მოგიყვები ეს როგორია? მე მეც მოგიყვების როგორია. ჩემი ზვიგენის ატყუ არა. თავისებური ადამიანი არის, ძალიან აქტიური, ძალიან სტუმართმოყვარე, კეთილი. იბერული გავლენები აქვს მაინც სტუმართმოყვარე. და უფრო კონკრეტულად ვიტყოდი, აი ვანელი კაცი არის. იმიტომ რომ ზოგადად რომ მოვისმინე ვანელ კაცებზე ძალიან ნამეტან აქტიურები არიან და მეთქი აი საერთოდ არის მაგის კარდიო. ხო, მაგრამ იცი რა აქტიური და ტემპერამენტი შენ არც უნდა გაგიკვირდეს, იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოსდან ვინც ვართ, ყველანი ეს ტემპერამენტს არ მე ხარ რა გამახსენე. გახსოვს ლიკა სურათი რომ გადავიღეთ მე შედავამან. და ხო დავდეთ. და მთელი ეს კავკასიელი მებრძოლები შემოვიდნენ და აი ეს ხეცი ვინ არის? ხელები ესე უჭირა. როგორ უჭირავს? ეს ექსპორტ უნდა ვიყო, უნდა დავდოთ თუ ეწელი. ესე რაღაცნაირად უჭირავს. ნამდვილად მოგწერ ეს ეგენი. კი, ბიჭო, კი, გვერდზე დავდეთ და მე მგონი შეძდადე. ხო, და რიკას გვერდზე ეწერა რომ ვიღაცა დაღესტნელები, ჩეჩნები, ჩვენები, მებრძოლები ეს ზვერი ვინ არისო რა ხელები სტიმენურად მეჭირა არა ეს არ ვიცი ხო მაგრამ ლიანა მასწავლა მაშინ ჩვენ რინგზე ვიხავით იცი რა მაინტერესებს აი ეხლა ნოდარიც იძახდა რომ აი შობლებს გოგორო შეყავთ მაგ სპორტზეო რა ემოციები აქვს თუ აი როდის დაიწყე შენ ხო თან საქართველოს და კიდე აქ ერთი კითხვა წერია მე წერასთან გადავხედე კლასზე ბიჭებს უცემდაო კითხვებზე მოდი მე მიდი გითხარი ჩემი მშობლები დღემდე არ უნდათ რომ აქ სპორტით ვიყო დაკავებული. აი დიდი ხანია წვალობენ ესე იგი. კი, გვიან დავიწყე 17 წლის ვიყავი, მაშინ რომ დავიწყე იმის გამო რომ მამაჩემი იძახდა ეს ქალის საქმე არის ძალიან პატრიარქული მამაჩემი არის და არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დაწერეს ჩემზე განცხადება ერთი გოგოვცემე. რაო, ეგ არ ვიცოდი. ხო, ესე გამოვიდა რომ გარეთ სულ აი კლასელებს არ ვცემდი, რავი, კლასელებთან კაი ურთიერთობა მქონდა. ხო და გარეთ პარალელ კლასელებს. არა, აი უფრო აი ქუჩაში რაც პრობლემები შეიძლება მქონოდა და ერთი გოგო ესე გამელა. რაგი, აი გითხრა რამე?
ალბათ ხო ეხლა რა გითხრა არ გეკითხებ მაგრამ მაინც ჩემ ნათესავს ჩემზე პატარა იყო 1-3 წლით და ვერაფერს ვერ უკეთებდა და მაგი გააბრაზა და დაჩაგრა და მე წავედი და ჩავარდები არა ისე ეხლა მამა შეიძლება შევლებს მესმის ეხლა იმიტომ რომ მაშინ და იმ ცხვირში რომ მოხდა და ჯერ ერთი ეგრე უსამართლო ჭუბი იყო შეგედო გაგზელებად შეუულებრივად ხო ჩემი სახე რომ დავინახე პრინციპში ვთქვი რომ არა კი მაგრამ ნუ მაგარი ის იყო ეხლა როგორი საყურებელია მართლა არა შენი ისტორია მაქვს კიდე მაგარი მოსვენილი მაშინ მომიყევი ვიღაც სამი ტიპი რომ მაგრა ანგრიე გონი რუსეთში ხო ბარში თუ სადღაც მაგრა ანგრიე წა აი სადღაც მახსოვს რომ მომიყევი სამი ტიპი ხო ერთი ქუჩაშიო ანუ არ მომეშვა რაღაც ცალკე ხო ანუ ეგრევე სამი ტიპი არა არა ჯერ ერთი ცალკე ბევრი სიტუაცია მე დესერტად მეორე და არა შენ ახლა არ ხარ აგრესიული არა მაგრამ შეაწუხეს შენ რომ მაწუხებ განგრევ ხოლმე მაგრამ ვერ ვითვლენ რაღაც უსამართლობას ან რაღაცა პროვოკაციას ხო ვერ ვითვლენ და აი პირველი ნაბიჯები პირველი ჭუბია ესე აი მოგეწონა ხო რომ ანუ ბავშვობაში ცოტა გაყევი და გაყევი ბევრი წელი რამდენი წელი აქტიურად უკვე 13 წელი გამოდის ბევრია მაგარია მე წელი აი ბევრია მაგრამ აი შენი წარმატების მერე შენი მშობლებიც ხო უკვე დარწმუნდნენ რომ აი ამის საქმეა და მოდი უგულ შემატკივროთ და თავიდან თუ იყვნენ ეხლა ნუ რა თქმა უნდა თან დედის ერთა ვარ და ყველა ეუბნებოდა ჩემს მშობლებს ერთი გოგო ყავთო და ისაც ესეც სპორტშიო როგორ არ გენანებოდო ესა და მე მან შემითხრა შვილო ბიჭი მინდა და მაგრამ ბიჭის და გოგოც ხარ. მოიცა ჯიუტი ხარ ესე? აი შენ სამს რო აიჩემებს აი კი ძალიან ჯიუტი ვარ. ესე იგი მიზან დასახულის მოდი ეგ. თუ რამის მიღწევა მინდა აი ბოლომდე ლიკა აი რას რა იცი რა მაინტერესებს ეხლა უყურებთ ხოლმე გოგოების ხუბებსაც რა ანუ ძალიან სისხლიანი და ის არის რა ცოტა უფრო მეტად კიდე დაუნდობელი ვიდრე კაცები არიან ხო ესეა ძალიან რთული არის მართლა ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთული არის თან ეხა ვიზუალურად რო კარგი როცა ხარ და სალონში დადიხარ და რაღაცა და უთხრილდები ყველაფერს მაგრამ ნუ ეს იმიჯურად ის არის და აი რატო UFC სამყაროზე გოგვითხრა ორი სიტყვა აი ქალისთვის როგორია ქალის სპორტსმენისთვის დამკვიდრება თავის მანდ ნუ ეხლა UFC-თვის ჩეულებრივი ამბავი არის, რომ ქალები ახლა მოჭხრები არიან და არ უკვირთ და როგორც კაცს ესე გვიყურებენ ქალებსაც, ანუ ჩეულებრივია ხო რა? ჩეულებრივი ამბავი არის. კი, ჩეულებრივი ამბავი არის და ანუ რაღაც განსაკუთრებულს ვერ აგზავნოთ. თან ყველა თუ დააკვირდებით, რაც ტურნირს ატარებენ, აუცილებლად ერთი ან ორი ქალების ჭხუბი მაინც უნდა ჩაატარონ უეჭველი კი. ხო და რავი, რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვიგრძენი, რომ აი ქალი ვარ და სხვანაირად ლექსი დავწერე აი ახლა წამში. მოიცა, ზუსტად არის საქმე ლიკა, შენ ხარ რინგის პიკა. აი ეგ არის გაუმარ, ჩაგო, პიკა რატო? როგორც მებრძოლი პიკში მყოფი და მე სურვილიც მინდა გისურვა ესე რომ მუდამ პიკში იყო ფორმის. შემდეგ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება ფსიქოთერაპევტი. შენ ხო ხარ ჩემი ფსიქოთერაპევტი? არა, ნუ და მე შენ უკვე მე ვაღიარებ რომ შენ მე დავამარცხე. მე ვარ განადგურებული მორალურად არაფრის თავი არ ამაკ. კარგი ზვიგენი სატყუარა. ტიტულისთვის რო ჭუბობდი რომ მე სამოერჩედი მე თუ ამას. რა თქმა უნდა შენ. მოსაგები რო ხო. მორალურად შეიძლება ისე დააწვიეს ხო. მე დაიცა მორალურად შეიძლება მოგიგო? აბა რა. მორალურად შენ ბიჭო ვინ მოგიგებს? ვინ მოგიგებს? ესეთი ფსიქოლოგიური თამაშია. ისე ხო კაი ლექსი იყო, წამშია მოფიქრებული, არ მეკითხია. მოდი, გავხსნა ნენე, რა ვკითხო? კი, გახსენი თქვენი ბიბლიოთეკა. რაღაცა მაგალითად ეს. აბა, ვინმე პაპუნა პაპა აღწერს, აპირებ თუ არა ისე MMA-ში ბრძოლას და როდისო. MMA-ში მე არ დამისრულებია ჩემი კარიერა, ისედაც ვატარებ, ბოლო დეკემბერში მქონდა. მოვიგე მაშინ და კიდევ ვაპირებ სხვადასხვა ორგანიზაციები, რაღაცები, ჭუბების შემთავაზებას და ვფიქრობ ძალიან მალე შეიძლება უკვე გამოვიდე კიდე რინგზე. მართლა? ანუ ზუსტ დროს ხო ვერ გეტყვი დაახლოებით 3 თვეში, 4 თვეში, 1 თვეში. არა, ზუსტ დროს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ ველაპარაკები შენ აგენტი ყავს? თუ შენ თვითონ აგენტიც მყავს და ზოგ ორგანიზაციას მე კონტრაქტი გააქვს? არა, კონტრაქტს არც ვაწერ, იმიტომ რომ UFC-ში დაბრუნება მინდა და ვამოს დაბრუნდე, არ უნდა ვიყო, ანუ კონტრაქტით. UFC-ში. იცი რა, აი მე რა გამკვირვებია. გამკვირვებია, იმიტომ რომ ეხა სიღრმისეულად ექსპერო არ ვიცი, ხო ხდები ესე რომ აი თქო ტიპაჟურად მერაბი არტისტულია, ვიცი, გარეთაც ეგეთია, რინგზეც ეგეთია მოედანზე, საბრძოლო არენაზე. ხო და აი
შენ შემთხვევაში მე რომ გავგიჟდებაში სიუჟეტზე რომ ვიყავი მოსული, იქ ხო როცა გელოდები კაფეში რომ გადავიხდი. იქ რანა გაგეძისა თავი ხო? რადიკალურად ვა მე შენ რა გეგონა რომ შეხვდო გლიჯა არა გლიჯა შენ გლიჯა თუ კარგი არა გლიჯო არა რო დავინახე ეს როგორ ანგრევს იქ ხალხს მე საერთოდ სხვა და აი ეგ რა ბუნება არის მე ჰოროსკოპით ყუპები ვარ და გარდასახვა არ მიჭირს მაგრამ აი შენ შემთხვევაში როგორ მე ჰოროსკოპით ვერ ძივარ და ძალიან ფეთქოვანი ხასიათი მაქვს მაგრამ ძალიან ჩქარავ წყნარდები ხო და ცხოვრებაში ახლა ზოგადად არ ვარ ძალიან აგრესიული ან რაღაცა თან ახლა ამ სპორტით დაკავებული რო ხარ თელი რაც აგრესია გაგემოცები იქ ყველაფერი ტოვებ და თუ არავინ აი მაგის გამო არის ახლა ხალხი რომ ხედავს თან თუ ვერ მიცნო შეიძლება ეგონოს რომ რაღაც გოკოალი შეიძლება რამე უთხრა და ახლა ყველა გცნობს ეხა შენ სადიძახი არ ვიცი ერთხელ არ აღწნეს რაბეჯნეს ან მერე და როდის მოხდა ეს იყო სხვათა შორის აქვე იყო ეს სპორტის სასახლე რო იყო კონცერტის კრიპტონიტის აჰა მერე ხო და ერთი ბიჭი იყო როგორც საუბარზე გავიგე ქართულის და რუსულიც იცოდა იყო მოსული თავის გოგოებთან ერთად არ ვიცი და დამიწყო აქ ნუ დგეხარო გვიშლიო კაი კაი მეკი ორი ნაბიჯი გადავაკის კიბეზე ვიდექი და ორი ნაბიჯი ჩავედი არა გინდა თუ არა აქ არის დგეო მეთქი სად მეთქი კალთაში ხო არ ჩაუждები არავის მეთქი თან მოხდა გოთერა ბაშკაში ხო თვითონ როგორ უყარს კონფლიქტები თვითონ პირველი დამარტყა გამოვშტერდი დაგარტყა ხო დამარტყა თან ოსყვები ახლა ისეთი გაზლაიტი გამიკეთა მე რომ მე არ დამირტყიაო და ანუ იქნებ მომეჩვენა გავგიჟდი ჩემ და ქალს ვისთანაც ერთად ვიყავი ვეკითხებ მეთქი დამარტყა თუ არა და რას ქვიაო და კანიშა დაგარტყავა მაგრამ მე ვიდექიო მანდ რომ დაგარტყავა და ისეთი მომენტი იყო ხო კიბე არის მანდ სადაც ვიდექი და მაგი იდგა ერთი კიბეთ ჩემზე ქვემოთ ხო გამოდის მე უფრო ზემოთა ვარ და მე აღმოჩნდა 10 კიბით ქვემოთ და მაგი რომ დამარტყა თავით აი ეს იყო აში უი მე ეს თვალი ხო არა პროსტა მე როგორც ფიქრობ გოგოებთან ერთად რო იყო უნდოდა რომ რაც რა გოგოს უნდა დავარტყაო და ვიტიპებო ანუ გადიო რა აქ გვიშლიო ხელსო და რა უცნაური ეგეთი რამე ვაფშე წარმოუდგენელია და ხომ ეს არა თან ვისთან ხო არა მე რა ვქენი თუმეტეს ხო და ესე რომ დამარტყა მე ეს დაშოკებული ვიყავი და ავიღე და მე ტენეტო შენი თავიტენე ბიჭო გავუტეხე ხა პირველ რიგში კი ვარ UFC-ის მოჩხუბარი მაგრამ ბავშვობა სულ ჩხუბობდი გარე და ეხლა რაღაც ქუჩურები კარგი თავი მისცა გაგიჟდებოდა ის კი გაგიშდა ხვირი გაუტეხე ბიჭო მე მოვიდა ის ხალხი გაგვაშველა მე ვაფშე გაგიჟებული ვიყარი ვეუბნები მეთქი შენ თუ კაცი ხარ მეთქი ხალხს როგორ უნდა და არა ბიჭო და დაარტყავ კიდე ესე დაგიბრუნდე ხო არელოდა ნახდა ტელევიზორი არ ქონდა ან რაღაცა ინტერნეტთან წვომა შენ რა ვიცი ხა მართლა მე მგონი გაიგო მაგრამ უკვე როცა ხალხი უკვე რო უთხრა თან შეიძლება სიბნელე რო იყო მაგიტო ვერ გაიგო თავი ეგეთ ვიდეოები მაგას იღებენ ხოლმე და დებენ რა ვიღაც მებრძოლს რო ვერცნობენ და არა მაგალითად ეხა ერთ-ერთი იყო სუპერ ჩემპიონი კრივში და ამერიკულ ფეგურ რაღაცაზე იყო ვიღაცა დიდი და ეს რევოლუცია და ამერიკა ხუც რო იყო მოტრიალდება და უკარო მოდის და იცის და იქედა ხალხი რო დგას და ყველა იღებს რომ ეს როდის მოკლავს იმას და მაგაზე რა გაბახსენა იცი დიმა გაყვა მეგობარს ძმაკაცს რა გინდა ბიჭო ხო და რაღაცა ლაპარაკი იყო რა ასყვება ხო და დიმა რომ გადმოვიდა და საინფორმაციო გაიყვა და რაღაცა ამბავია რუსთავიერის პერიოდი ხარატას ამოსყვები ხო და გადმოვიდა და ვერ იცნო ან ტელევიზორი არა გაქვს ეგეთი ელმოვა არის მაგარი იყო მაგას დეტალებში ვერ მოყვები ან ტელევიზორი ეხლა ზუსტად იგივე რა ლიკაზე ან ტელევიზორი ან ვებგვერდთან წვომა არა მე დარწმუნებული ვარ რომ იმ ტიპს რო ეცნე მაგას არის არა იმიტომ რომ მე იმიტომ კი არ ვიძახი ხა შეიძლება ესე ჩაცმული ვიყავი დახეული კოდექსი რაო ესე ჩაცმული ვიყავი დახეული ჯინსი მქონდა რაღაც ბალახონი ესეთი დიდი ანუ ტანსაც ვერ დაიდან და ახლა რა კომპლექტი ხა შემითხა ისო ბიჭი ვეგონ მე რა ვეგონე დონეში და ბიჭო ხალხი გეხსნა როგორ ხა კაცო შენ როგორ ვერ უნდა გიცნო ესე გიყვარს კლასიკურად ჩაცმა ეხლა ინტერვიუზე ჩაეს თორე უფრო ეს აქ რა ინტერაქციის გემის როსული ყარში ეგრე არა უბრალოდ გიყვარს ხო ისე თუ ჯინსები დავიდოდი ხო ჯინსები უფრო მიყვარს მაგრამ გაბრაჭანაც მიყვარს
ზაფხულს უკავები მაცვი. აი მე მიყვარს ხოლმე დიმას რო საღამოს კაბა აცვია. დანავარც ის თო პირადად. კი. როგორი ტიპია ერთი ვიყევი რა. იმიტომ რომ მე მგონია რომ მერე შეშინია მაგარი. რა მე ეგრე მგონია, იმიტომ რომ ბოლოს ხანახე რა აღიარება დადო. ეს კარგი არ არისო დაალაგებული და ყველაზე მაგარია თავის ზონაშიო რა. ხა, რა თქმა უნდა, ყველა აღიარებს, ყველაზე მაგარი არის თავის ზონაში. არა, თვითონ ის როგორია, ის როგორი ტიპია? მე სიმართლე რო გითხრათ, ძალიან მომეწონა. კეთილი სახი აქვს რაღაცა. კი, იმიტომ მე გავიცან, ჩემი მეორე ბრძოლა იყო მაშინ UFC-ში, მოვიგე ხელის ტკივნეულით და მაშინ ბრძოლის მერე მოვიდა ჩემთან და აუ ძალიან მაგარი ტკივნეული იყო, ძალიან მომეწონა. ანუ გაგესაუბრა თბილად. კი, თვითონ მოვიდა, გამესაუბრა, მომილოცა. მერე მესამე ბრძოლა რომ მქონდა, მაგაზე ხო უფრო გამიხარდა, კი წავაგე მაშინ ბრძოლა, მაგრამ მაინც აჩვენა როგორი ადამიანი არის. მაშინ რო გააჩერეს ბრძოლა. ხო ბიჭო, ეგ გააჩერება, უნდა გაეჩერებინათ სეჩუეში რო დარჩა, მაგრამ ხონდა გატეხილი რა. აი, ჩხუბის დროს მე ვფიქრობდი არა, მაგრამ რო დავინახე. არა, მე ვიდეო რო ჩაწერე შენ ახლოდან, ეს რო შევხედე, რო ეხა მართლა საშნელი თანახავი იყო. მაგით ჩხუბის გაგზელება კი არა. რა ვიცი, შეიძლება მე პრობლემებიც ქონოდა კიდე რა. ხო, მაგრამ რო ეთქვათ გავაგზელებდი, მინდოდა გაგზელება. ლიანა 38 წლის ვარ და აი ახლა რო რამე შემიძლია მოყვარულის დონეზე მაინც რო შენ მოყვარული ნახევარი ტიკა გინესი დალია და უკვე რევს ბოდა ბიჭო და გეიგა თავზარს რო ვცემდე ჩვენთან ვეტერანებიც არიან მოყვარულებში, სხვადასხვა სპორტშიც ვეტერანებიც გადიან. რა თქმა უნდა. ესე იგი შეიძლება. ნონდა, აგერ თბილისში და უამრავი რაღაცებია. წაგიყვან, წამოდი, მე და შენ დავდგეთ რა. რამდენი ხანი მიგაქვს და როგორ გონი რამდენი ხანი გამიზნდეს? აი მართლა ოღონდ ნაღდი რო უთხრა. ფსიქოლოგიურად არა, ფსიქოლოგია არა ის აი. ფიზიკურად გეუბნი. არა, ჩემში მე ხედე კარგად. ჩემი ის გითხრა პლუს, ჩემ პლუს. მე ვფიქრობ რომ 30 წამში მოვკლავ, არც მინდა მაგდენი. ჩემ პლუს გეტყვი რა. შენ პლუს არის სირბილი. ფიუ, ნიღაბი. აი? რამდენიმე წლის წინ ამას შეეძლო რომ UFC-ს მებრძოლი გამختارიყო და KFC-ზე გააკეთა არჩევანი. შენ ნახერხზე ჭიდაობ. დღეს ნახე რაღაც პოსტი. შენ ნახერხზე ჭიდაობ. რაღაცას ყვებოდა იმას, კარგი რაღაცა. კარგი, მე გავაგზავნე. რატო შეაწყვეტინე რაღაც იდიოტობა რო კითხე 38 წლისა ვარ თუ რაღაცა. არა, მე მაინტერესებდა. ამავის ტრანსფეროდი ლიკა. აი რო წავაგე მაშინ ბრძოლა ეს ვაფშე ძალიან სასაცილოა. სამგულდა წვეტილი იყავი მახსოვს. მაგრამ თან ტიროდი ლამის. მართლა ვტიროდი. მაშინ მახსოვს მივედი აი მედიცინური ისინი არის ბრძოლის მერე და გიყურებენ ის გიზომა ვინწნევას ყველაფერს და ესე ზივარ და პროსტა ვიხეთქები ტირელით, პროსტა ტირი ვარ და მესმის ხმა, თან დახუჭული თვალები მაქვს, ტირი ვარ და ისინი რაღაცებს აკეთებენ და მესმის ხმა Oh, don't cry. ყველაფერი კარგად იქნება. მე კიდე ბრძოლას გაკეთებ. ნუ ტირი ხარ ძალიან მაგარი ბრძოლა იყო. ადრე გააჩერეს ისე და მაწყნარეს და თვალები გავახელი და უკვე დანავაიტი მაწყნარეს და ჯიგარია. აი მე მეთქი კიდე შენს წინ ვიტირება. ცდილით მოვთქი. მე თოქესთან მე აი დამეგობრებული ხარ. კი, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა, ვიცი რომ ის ფორმად რამე კი არა, ზოგადად ხო არის რომ მე ჯაბრადები, დამეგობრდები რა. ყველასთან არა, მაგრამ ზოგიერთთან დღემდე კაი ურთიერთობაში ვარ, კი. ხო, არა, ეგ ისეთი იქ გეკეტება ადამიანს, ის პროფესიონალები ხართ, კაცო, ის იქ. რა არის აბა ჩვენ ბიბლიოთეკიდან? რა, მაგარი კითხვა. რა არის? შეამან არც იცის ალბათ. რა არის? აბა რა სპორტით იყო ლიკა დაკავებული? მე ვიცი. თქვი? რაგბი. ოჩახლა და ოჩახლა რატომ აღარ მიყვება ადამიანის სიუჟეტი მაქვს გაკეთე რამე შენ რაგბის ამბებზეო ხო შენ პრინციპ სიუჟეტი გააკეთე ისე მომენატრა მე რა მიგიშლის ხელს არავის არ ვიცნობ მე გაგაცნობ დიდი სიამუნები იმასაც მაგაცო არის შეთაშორის გამოვიდოდი ის ვარჯიშებზე გოგოებთან ერთად მოდი გავაკეთე გოგო რა უნდა მაგას მართლა შეთკაცა შეთკალა ადრე უნივერსიტეტის გუნდში ვთამაშობდი და იმის მერე რო უკვე დავამთავრე და გადმოვედი, აქ არავის არ ვიცნობ და აღარ ვთამაშობ, მაგრამ იმენა გუშინ სხვათა შორის უყურებდი რილსებში და უყურე რაღაცა უცნობ რაღაცას იძახე ხა, აქ არავის არ ვიცნობ ისე იძახე, თვითონ ეხა ის ვინახარ, აქ ევერესტიდან ხარ. ხოლო შენ გცნობენ, თო რა მნიშვნელობა აქვს შენ იცნობ თუ არა? აი ხა ამას, აი მე ხა არაფერს არ ვეტყვი და ეს გადაცემა რო გავა ეთერში, შენ თვითონ დაგირეკავენ დარწმუნებული. კი ბატონო. პიარის ვარიანტში, ყველაფერი პიარია დღეს მაო. ადეს სიამონებ როგორ სიამონებ და თამაში? აუ ძალიან მიყვარდა. თან ისეთი ტრენერი მყავდა, ესეთი რაღაცა მითხრა, რომ შენო ქართველი ხარო და ქართველი სისხლში აქთო, კარგი თამაში შენ უეჭველი კარგად ითამაშე. ნუ თან ეხა რუსეთის ნაკრებს აღშევებთ კი ის შეიძლება.
კი. მაშინ არა ჩვენ ძალიან ხო რანგში ეხა დღეს ხო იცი როგორ წავართ. აი ბერაბა ხო ყავს UFC-ში ილია მაგდონის რანგში ყავს თორნიკენ მიაშვილი ხელბურთში ცხოვრება ყავს მაშინ დადვალი წყალბურთში და ძალიან ისევ პირველი თამაში რო დაინახა ეგრევე თქვა მართლა გეუნები ეგრევე თქვა ნინიზე რომ ეს ჩვენი ყო არა იქნება. აი ვიკა წარმოიდგინე ეხა შენ რო ხო იცი რა ხო ვითამაშია და რა ძნელია გაზრუმა და წასვლა. ამას რა ხედვა აქტივს რო ყველა მე იმენა მოჭიდავ რაგბისტი ვარ ეს. შენ იყოს კონტაქტი. იმაში ხო ასწორებს რაგბი. კი. ჭკლა აგი? მილიკა მიეცი ეს და ხან ჭეკაგუღის გაიქნა. მიაწოდე იმას, მიაწოდე იმას. ეხლა ვიტყვი უცებ რა მეგობრებო. რაშიას? აი სენიორიტა, თქვენ რო გონიათ რომ მარტო რინგზე ანგრევს ხალხს, აი როგორ გამიმასპინძლდა. სენიორებო, ყველაზე აი იდეალურ ფასად არის ბილი ბერკას ირლანდიურ ტაპში 77 ნომერში კოსტავას 70-ში მოდით. მაგარია. ხო და გამოვიწეროთ მაგარია მეთქვა ეხა. რა თქვა? ნახე ლუდი დალია და როგორ ცოტა დათრომა. ლუდის გერც ეს არ არისო. იმიტომ რომ მიცნობს. ის მოდი ეხა სად ვარჯიშობ დღეს რა მდგომარეობა გაქვს ფიზიკურად თავს როგორ გზო მოდი ესე ვთქვა იმიტომ რომ ეხა რახან ეგრო თქვი რომ უნდა დააბრუნდე UFC-ში უნდა დაბრუნება და რაღაცა რამდენი წელი ხარ ეხა შენ 30-ის გავხდი მაგრამ ესეთი ასაკია ხო ჩვეულებრივად შეგილია კი 40-მდე ჩხუბობენ ეხლა ჩემპიონი ვინც გახდა 56 ის გოგო ხო აგვარია გამოვიდა კაილა ხარ შენი კაის მეზობელია ვერაბად ერთად რო დადგენ ორჯერ ოლიმპიადა მოგებული ქონდა ჯუდოში ძალიან მაგარი გოგო არის მან. ხო და ვიცი რა დღეს უკვე თამასა აიწი ასაკ გინა ფუტბოლში რა ხა რონალდო 40 წლის კაცი ესპანეთს გაუტანა. აი UFC არის თუ არა? ნუ ეხა ისეთ კითხვას ვსვამ რომ მერაბის მაგალითით არის. რაღაცა უცნებების ახდენის ადგილი. რა თქმა უნდა. აი ეს გოგოც ეხა მეოთხე და ჩემპიონი გახდა ხო თუ არ ვცდები რაღაცა. კაილა ჩემპიონი PFL-ის ჩემპიონი იყო კი. ხო, ბექგრაუნდი ქონდა ხო სერიოზულად. კი, რა თქმა უნდა. რაზე ფიქრობდი ისე პირველად რომ UFC-ს შეაბიჯე იქ? არ მახსოვს არაფერი. საერთოდ დაგავიწყდა ხო? იმდენად ნერვეულობდი, თითქმის პირველი ბრძოლა ჩემ ცხოვრებაში ჩავატარე, ვაფშე ბუნდოვანად მახსოვს ყველაფერი. მოიგე ხო პირველი? არა, წავაგე ვაფშე არაფერი არ მახსოვს. ესე ბუნდო გამოვედი და მაშინ იყო ძალიან დიდი ტურნირი, ხაბიბი პორიე თუ არ ვცდები მაშინ იყო და просто რომ გამოვდივარ და ბადარბაში მანდ კი ძალიან დიდი ივენტი იყო კორონას წინ იყო თან მაშინ დიდი დარბაზები იყო და აუ გამოვედი და რომ ხედავ რავი რამდენი 10000 კაცი იყო და რომ ყვირის დავი საოცნებო ადგილი აი მაგ დროს იმაზე ფიქრობ როგორ ხდება აი ხო გახვედი და წავიდა მაგარი ბათქი აი ვაიმე რამე არ მომივიდეს ოდნავ გააქვს ფიქრებში აი მე რომ მომხდება ვიღვიძე ის სიამბობს გეგონება სულ ხებს უკვე ხელი არ მოგივარდეს არ მაქვს ის წამოღებული ვამაში დამთავრებილებას კი por favor აი მე დავუშვათ რომ ხდება თაში უფრო ხოძე მოვდივარ თითქმის აი ამას ვიღვიძე და რომ მოხდა ბავშვობაში თაში აი ეს ახლა მომირჩა დალურჯებული მაქვს მოდის და არა ერთხელ დავართ ერთხელ არა დიმა ყოველდღე მირთყავდი შენ ძალადობთ ეს არა ძალიან მოძალადე ეს არის ავაზაკი გერმანიაში ხარ გიწევ შემთხვევით ჩამოსვლაო ხო გულშემატკივარ შენი შეხვედრა გვინდაო ნახო გვინდაო კი ჩემი დაქალი ცხოვრობს გერმანიაში და ხანდახან ჩამოვდივარ სტუმრად ეგოგო დადე მე ფეისბუქში ჩამოვდივარ მერაბა რომ დებს და ყველა რო ხდება შენს დადე და შეკარტონები შეგხვდებიან და რა ვიცი კერძოდ რომელ ქალაქში ანუ როდის გიწევს არა ვერ ეტყვი როდის მიწევს არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში შესაძლებელი ხო გაქვს? Facebook-იც გაქვს ხო? მე Instagram-ზე ნახო ხო Instagram-ზე. კი, რო ჩავდივარ მე წერ. ხანდახან ნახო. და ძალიან კაი. ასე რომ ხანდახან იმდენად სპონტანური ვარ, რომ ხანდახან წინასწარ არ ვიცი და უკვე ფაქტი რო არის მაშინ ვიძახი რა. რა ვიცი, ლიკა გუშინ 1-3 დღის წინ მითხეს აგერ ნახეო და მე დაგირეკე და ეხა ჩამოვედიო და რა ვიცი, ეს ადიღა, ო რა ვიცი. ხმა დაუწმე და რა ვიცი. რამე საქმეზე იყავი? კი, შეჯიბრი იყო ჩემი დაქალის და წამოვყვევი. თუ შეჯიბრზე იყავი. შემდეგი აბარა არის ბიბლიოთეკიდან. ეხა ნახე რას წერენ? ჩხუბში შენთვის დახმარება თუ უთხოვიათო. შენ კიჩხუბია კი რა ვინმე სხვა რუთქია ლიკა წამოდი იქა. რაღაცა მიტრაგებენ და მომეხმა. დაახლოებით კი მოყვა წეღან ისე. ხო, დაახლოებით ესე გამოდიოდა რომ ჩემი აი ნათსავს რო ეს ჩაგრავდნენ. ეგ ნუ. აი მოდარი საკ რაღაცა მე გადაცემის მერე დაგელაპარაკება. დღეს რაღაც შეხვედრაზე მიდის და ხო არ გაყვები? ჩვენ მივდივართ. მოდი ეს კითხვები ამოწურა და მე გავაგზავნოთ რა. მიდი ხო, მიდი. ნუ აი ისე ვიგივე კითხვა, UFC-ზე ძალიან ბევრი კითხვებია, UFC-ში რატო
მარტო არ არის ესე კითხულობენ. ანუ მე ბოლო 2 ბრძოლა წაგებული მაქვს. ხოდა ეგ რა წესებია რა? მოდიში. ძალიან რა წყალი? ვაი მე წყალი შეიძლება? კი აქ არის აბა ონკარი და ხო ჯახოს. ანუ მქონდა კონტრაქტი 4 ბრძოლის. ჩემი მეტოქე რომელსაც მე მოუგე, მქონდა წაგებული მქონდა წაგებული 3 ბრძოლა წინა, მაგრამ ბოლო მოიგო და მაგას გაუგზელეს კონტრაქტი, ვისაც მე მოუგე. მაგრამ მე იმის გამო რომ 2 წაგება მქონდა ბოლო, მე არ გამიგზელეს. ნუ ესე აკეთებენ, მაგრამ მითხრეს რომ რამდენი ხანი გავიდა მაგის ვერი? 2 წელი მე მგონი გავიდა. რა ამბავი, ბევრი არ არის 2 წელი. თუ შენ იყავი პასიური, შენ ცოტა ხანი პასიური იყავი. მაგრამ ინდივიდუალურად ხო ვიყავი, ტრავმა მქონდა, ოპერაცია თვალზე გავიკეთე, ვერ გამოვდიოდი და მე ახლა ნელ-ნელა ახლა დავიკეთე. თვალი ჭუბის გამო? შენი არ ვიცი რის გამო, შემთხვევით ვაფშე გავიკეთე. ახლა ბიჭო, ბევრი დარტყმები აქვს ამათ სახის არეში და ეხლა მეტყვის რომ ბევრი დარტყმები აქვს. გეგონებას ვიკავ. როგორია პროცედურა შენ დაბრუნების ახლა UFC-ში? რანაბიჯები, აი როგორ უნდა დაბრუნდე? უნდა მოიგო ბრძოლები, კაი ბრძოლები. ხო, ეგ ბრძოლა ხო როგორ დაგინიშნოთ, აი რას როგორ ვინ უნდა დაგინიშნოს? ნებისმიერი ორგანიზაციაში შემიძლია ვიბრძოლო, ნებისმიერი ვიბრძოლებ, მოვიგებ რაღაც კაი ბრძოლებს და მე უკვე დალაპარაკება მიდის იმაზე რომ დაბრუნდე. რამდენიმე ბრძოლა მოიგო თუ? კი, გამოდიდი. ერთი არ იქნება საკმარისი. არა, გამაფრთხილეს მაშინ რომ კონტრაქტი არ გავაგზელეთ, გამაფრთხილეს რომ 1-2 ბრძოლა მაინც უნდა მოიგოს. აი და დღეს შემიძლია ერთი ბრძოლა მოგაგებიო ჩვენ ორგანიზაციაში ბილიბერგში, აგერ დაგადებილებინებ ამას და წავდი მერე და ევთხარი ერთი მოგებული მაქვს რომ გადავიღებთ ეგ ჩაუგდებთ UFC-ში. შენ ვის ელაპარაკები? სიდიმიდი გინესი მიუგში. ვიგენი სატყუარავ. აი ესე კითხვა დავსვათ და მერე მეცვა კითხვები. მე მაქვს კითხვები და თუ შეიძლება მალე მორჩით. ბრძოლის მერე რომელი ქართული კერძი გიჭამია და თუ გაასწორაო? ჭამა გიყვარს? ჭამა მიყვარს კი არა, მაგის პრობლემა მაქვს. ბრძოლის ელარჯები რაღაცები გიყვარ? გიჟდები. აი გაკეთებ, ისი გაკეთება? გაკეთება არ ვიცი, მაგრამ ამით ჩემპიონია ვარ მაგაში. მოდი შევეჯიბროთ მეხუთე მოწინააღმდეგეა. შეიძლება რომ პასუხი გაქვს ეს? გაგვცევს, მაგრამ მეხუთე აი რომელი? აი ბრძოლის მერე თქვა აი რა, პირველი რა შეიძლება რომ ბრძოლის მერე ახლა რესტორანში მიდიხარ და რესტორანში ელარჯი ხომი იშვიათი არის, რომ კარგად აკეთებდნენ და რა თქმა უნდა ახლა ხაჭაპური ხინკალი. ხო, ეგ გაწერილია რომ ბრძოლის მერე უეჭველი რესტორანში უნდა წახვიდე თუ და კი, რა თქმა უნდა. ბიჭო, ეგ მესამე ტაიმი რაგბში როგორც არის, ისე არის მანდა. თან ახლა ხანდახან თუ ცხოეთში ხარ, after party-ს აკეთებ, ხო და იქ ახლა უნდა ხო, მაგრამ იქ ქართული კერძი ხო და მე რომ ჩამოდიხარ უეჭველი ხაჭაპური ხინკალი, ყველა, მაგრამ ჩემი ყველაზე ფავორიტი არის ელარჯი საცივით, просто გიჟდები მაგაზე არ შევიდე. ო რატომღაც ეხა რა? დღეს უნდა ეგ არის აი რა, მე მგონია რომ მე ფოთში ვარ გაზილი, ჩემი ეგრელი იყო და უნდა დავარღვიო. საოცრება რა ელარჯი. დიმა დღეს უნდა დავარღვიო. დავარღვიო. ო მოკრომიდე აი შენი ერთი მაგარი მუშტი, ერთ მაგარ თოხლს შეადარე და მერაბას ერთი მოძრაობაც შემვიდარე რამე ქართულ კერძს. ეს გავიდა ვაფშე ბიჭო. მე ვიცი შენ მე ერთი სტრუჩი არის ელარჯი, დაგწელავს იმას და აი ხო და თქვი აბა. მერაბი იქნება ჩაკაფული. კი მიყვარს. ჩაკაფული მაგარია ბიჭო. კან დიეტური. დიდხანს იხარშება აი და მაგას თელი ვიზუალი ქონია, თო როგორც აკეთებენ სტანდარტულად თუ ეგრე კი არის, ნახოთ ჩაკაფული რაღაც სხვანაირად კეთება. მე ვფიქრობ რომ მაგაზე ექსკურსიაზე ბავშვებიც, ტურისტებიც უნდა ატარო აი ჩაკაფული როგორც ხაჭაპური მეგრული გიყვარს ალბათ ხო უფრო? ჩაკაფული? ხაჭაპური. ხაჭაპური? არა, აჭარული მიყვარს ძალიან მე. ხო, ხო. ტიტანიკი ბათუმში რა ჩადიხარ ესე? ტიტანიკი დაჭამი გაქვს? არა, მთლიანად ვერ შეჭამი, მაგრამ ვაიმე, ნოდა შენ ტიტანიკის ეკითხები შენ გაგისა. 669-ლარიანი შაურმა შეჭამა, რაჭამი. და დატოვე ალბათ ის ყურები, ხო? არა, ვაიმე, ყურის დატოვება შეიძლება, ბიჭო. ავიდეთ. ხინკლის ჭამაში. აი UFC-ში რომ დაბრუნდები, რომ მოიგი. რაში გინდა შეგეჯიბრო? ხაჭაპურის ჭამაში. ხაჭაპური, აი მაშინ შეგეჯიბრო. აუ, ეს არის ის უბედური. კომბაინია ჩვეულებრივი. აი ცუდათაც რო გახდეს და მოგტოს მაინც შეჭამ. დიმა სულ ამას. ვიშიმშილებ და ესე ამანაც აი ეგერ იშიმშილა კი მოვიგეთ ეგერ. მახარ როგორ ახარ ძმა? მახარ 5-0 წააგე, ძალიან წყნარად დამარცხდი. ნუ აღიზიანებ ახლა ბიჭო. მე ძალიან მინდა რომ გამომიწვიოს შაურმების ჭამაში. პატარაო, მე დიეტაზე ვარ. არა, იცი რა, არის ესე ეგ
კარგი ჭამა ისეთ თემაა სპორტში დამიჯდის ხელს რა. კი, აი წონის კლებაში ძალიან მიჭირს. აი მოგი ფორს მაჟორში მოგიწია წონის დაკლება. აი რომ აი ძალიან ჩქარა რომ უნდა დაიკლო და ამ ხელანების ყოფა უნდა ეხა ხვდები მაგას? ხვდები რა ის. მაგარ ენერგიას ხარჯავ, მალი არის კლებ. ფაქტი. აცდი. ადა ჩამივეც. კაგრას კოვიდის დროს მე ფიქრობდი ისო კვდებით, არაფერი არ იქ. ყველა ეგრე ფიქრობდით რა. ზივარ სახში მარტო ჭამდა ტელევიზორს უყურებ თან დედაჩემი მეუბნება. შენ რა ამ სუკანი გახდიო? ეხა ჩხუბი რო შეგთავაზანო როგორ დაიკრება? მეთქი რა ჩხუბი კვდები. როგორ დავიხოცეთ? არა. აი ხედავ, შობლებით წამოვიდნენ მეორე დღეს მომდის წერილი რომ მაშინ Fight Island-ი გააკეთეს, ცალკე სადაც. კი, კუნძული, ხო? რომ წერენ ერთ თვეში მაგ ბრძოლა. თან იმ წონაში რომელში გამოვდიოდი კი არა, მაგის დაბლა. უნდა დაიყო. შენ წონაზე დაბლა უნდა ჩასულიყო. კი, პირველად ვიკლებდი იმ წონაში თან ვიყავი, აი იმ სისქებროს და წარმოიდგინეთ ახლა კვარანტინში ზივარ მარტო ჭამ. ო არა, ეს საშინელი პერიოდი. გამის ცუდად გავხდი. ეგ ფსიქოლოგიური პრობლემა იყო, ბევრს ჰქონდა ეგ პრობლემა. იცი რა, მეც მეგონა. ხო შეგეძლო ახლა გარეთ გასულიყო გერბინა რაღაცა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძნელი იყო. თურქეთში ვიყავი მაშინ და ძალიან კაცრად იყო. ძალიან კაცრად იყო, კი, ვერ გამოვდიოდით. არა, იცი, ეგ მეც მქონდა შენ რაც ვიყავ, რომ აი ეს მეთქი დამთავრდა სამყარო, დაამთავრა ასე. არა, ეგ თავიდან ბიჭო, ბევრს ხონდა, ხალხი იხოცებოდა ევროპაში, ამდენი იტალიაში. მაგრამ შენ არ გეშინო და ეხ პირველად უნდა შეგაქო. გამომიარა ერთხელ მოტოციკლზე და დაიკიდეთ იმან ნერვიულობ მეთქი. ნერვიულობ არა ის ეგრევე. რა ეხა ბიჭო, რაც მოხდეს, მოხდება ის ნებისმიერ შემთხვევაში. მე დეჯინი ხარ. ხუში და ცხოვრებაში ეგრეა, ხო? იქნება. კიდე ერთი კითხვა დავსვა და მე რამზე მინდა ცოტა რაღაცები მოყვე. რა შენი ერთობლივ არჩევი და რაღაცები და პირველი მუშტი ვის გლიჯეო? აუ რა გამწარებულმა დაწერა. რა ვიცი ხო? არც მახსოვს. იმდენი იყო? იმდენი. ლიკა? კი, ბევრი იყო. ბევრი იყო. პირველი მუშტი ალბათ ბაღში გლიჯა რა ვიღაცას, მაგრამ უყურე ხა მე კი არა ვარ ხა ეგეთი რაღაცა ის ყვითელი ტიპი და ყვითლისგან არ მივიდივარ ხოლმე, მაგრამ კითხულობ შენ ვიღაც და ხანდახან ღიზიანდები ხოლმე და სულ გეკითხებია პირადზე. ხო. ხო რა შილებ ტიპებს? არა. აი უყურე ხარ ეკითხებიც იყო, კითხულობ ხოლმე და ხანდახან რაღაცებზე ღიზიანდები, მაგრამ არ უწერ ხა პასუხებს რომ მე მეც არ მომდგენ რა ხო ხდები ხა იქა და მოგდგება და შენ შემწუხებელი ჩემი რაღაცას და ვერ გეუბნები რომ შევხვდეთ რაღაცა ამბავი ისენი და აი რა კეთე აი ბიჭებს ეშინიათ. და ვინც არის ნაგლები წერენ ხო. ხო და ნუ გიშმის ხეს? ეგ შენი იმიჯი კი არა და არა, მე ვფიქრობ უფრო ინტერესი აქვთ ზოგადად კაცებს იმის გამო რომ მიცნობენ, კაცები სულ უყურებენ ამ სპორტს, უფრო ინტერესი აქვთ, ბევრს უნდა, ანუ შეიძლება ურთიერთობისთვის კი არა, ზოგადად პროსტა რომ გამიცნოს და ხო, ანუ არასდროს ესეთი პრობლემა არ მიგზნია აბსოლუტურად. მაგრამ იქ ხანდახან გიშნიან ხოლმე ვეროს და ვიღაც შენს ბრაზდები ხოლმე რა. სულ მეკითხებია, აი როდის გათხოვდები ხო არ მოვიტაცებ რა ვიცი. არა, ვის მოიტაცო? ძალიან ნაგლი უნდა იყოს ახლა. ვინ უნდა მოიტაცო? ვიჟო. შენზე რო გაიფიქროს ვიღაცა რომ მოვიტაცო და აი ძალიან. რატო ეხა? არა, მე მოვიტაცო. მე მოვიტაცო. ესე მეკითხე, როდის გათხოვდები და ხო არ მოვიტაცებ, მე რა ვიცი როდის გათხოვდები. აუ ეხა არ მითხარ რომ ისო რა ქვია, არც ფიქრობო, ჯერო. არა, ნუ როგორ უნდა ვიფიქრო, არ შეყვარებული არ მყავს. არა, კარიერაზე არ არის საქმე. შეყვარებული არ მყავს, არ ვიცი. რა ვიცი, ლიკა თუ გურახუნებ ყველას არ გეყურება, ეხა. არა. თუ არა ვცემ ქმარს. პირობას გაძლევ. ასე რომ დაფიქრდით. სადამ მოდი რა, საკიდეა რომ 2-3 კითხვა და მე რამზე მოხვედე ხა მაგა. შენ და მერავს გაქვს ბევრი წლები გატარებული, ბევრი პერიოდი ერთად გატარებული და ვიდეოებიც როცა არ იყო მერავი ის რაც იყო, ეგ რაც არის ეხლა და ჩვეულებრივი შრომელი ბიჭი იყო, დღე-დაღამე ვარჯიშობდა, ურთულესი პირობები. როგორია ისე იქ ამერიკაში დამკვიდრება? აი ხო ძალიან ძელი არის, ხო იყავი შენს. მე არ მომიხდა მაგალითად. აი ხა მე საცხოვრებლად იქ კი, ვიყავი, მერაბი დამხვდა მაშინ. მე ბომჟი გავხდები იქ. მოცა რატო ბაჩო? აუ, ისეთი კრედიტის სისტემა არის ყველაფერი. ნუ ჩემთვის პირადად რთული არის ესეთი ცხოვრება, არ შემიძლია დამოკიდული რო იყო ცხოვრებაში ერთი კრედიტი არ მქონდა და რა მე ესე არ შემიძლია თუ ფული არ მაქვს, შემიძლია
ვაფშე არ ვიჯდე და არაფერი არ გავაკეთო და სესხი არ ავიღო და ჩემთვის ეს ცხოვრება როგორც ამერიკაში აბსოლუტურად ნორმა არის, ხვანაირად ვერ ციცხოვრებ, ვერც სახს ვერ აიღებ კრედიტის გარეშე, იმ ხელაფასები არის, ვერც მანქანას ვერ იყიდი, ანუ ყველაფერი არის კრედიტში და თან კიდე არის კრედიტული ისტორია და თუ კარგი არის მაშინ მოგცემენ კრედიტებს და ნუ ხა სტრესია შენთვის მოგრეთ ჩემთვის სტრესია მერაბის დაუშვათ მოუხდა აი ძალიან უყვარს ამერიკა აი მე ვფიქრობ აი ხალხზე არის დამუკიდული აი ხა მერაბისთვის ყველანაირად გაიხსნა და ყველანაირი საშუალება მისცა შრომელი ბიჭი არის თან ამერიკაში შრომა ფასდება და მაგისთვის ძალიან მოუხდა შეიძლება წარმოიდგინე დრო ჩავიდა, ნუ კაი რაღაც სახლი აიღო იქ და ჩაიცვა ესენი ვათინკი რაღაცები წავიდა და ვიღაცასთან მუშაობდა სახლში. და ეხა ის ტიპი უყურებს UFC-ს პროჯექტს დაიცვა, კამერ დაალეწა მთელი ტოპები. ბიჭო, ის კაცი გადაიღეს ხო ხვდები ეხა რამდენი ოჯახში იმუშავა. ტიპა და ის არ შეიძლება ხო ნანახი, მაგრამ ხეზე ეკიდება, ტიპი უარ წავა მერე ლესავს. ეს ხო, მოდი ესეც, მოდი ამაზეც ვილაპარაკოთ პიარზე რა. ეხა შენს გაქვს მონაწილეობა მერაბთან ერთად რაღაცა ვიდეოები იყო, ხან მოძღვა მანქანით მიყევ ხარ, ხან შენ მიყ რაღაცები ხდება და აი მე მოგვიყევი თვითონ მის თეატრალური პერფორმანსები რაც აქვს რა. ხო, მაგარი არტისტული სამბავი მოგვიყვა ეგრე, მაგის მეგობარი იყო ჩვენთან როგორ ჩახტა, თხელი ეგონა მართლა და ეხა ვინმეს თუ გონია რომ ძალით შეიძლება ყინულს თავი ეგლიჯო, რავი ეხა ეგეთი გიჟის არ არის ეხა რა. ეგონა რომ თოვლი თოვლი თხელი ყინული. არა, მანამდე გააკეთაო ადრე თხელი ყინული იყო ჩახტაო წყალში და ეხა რეჯგო აი ხო კეის ყინული მოგვიყევი მიდი ეგენი ეგენ გაინტერესებს რა. ხა ყინულზე ყველა იცის თან მოყოლი მქონდა. ეხლა მოყვები თურქეთში მაშინ ცხოვრობდი და მაშინ ჩამოვიდა მერაბი თურქეთში და ხეო მეთქი აქ ხარ ხო და მეთქი აქ ცხოვრობ რას ქვია რატო არ მეუბნები და წავედით გავისეირნეთ მე მერაბი ჩემ მეგობრებთან ერთად და მოდ მეთქი ვიდეო გადავიღოთ და მაშინ იყო ტრენდი ვითომ ესე გეხარ და ვიღაცა გეჯახება და ესეთი ძალიან რომანტიული ის სიმღერა არის და სიუჟეტით მე უნდა დავარტყა რა ვითომ რომანტიკული არის და სინამდვილეში ვარტყავ და არაფერი რომანტიკული არ არის ხო და ერთხელ დავარტყი მერაბი არა არ არის ეს კარგიო, ძალიან უფრო უნდა დამარტყაო. აუ მეთქი არ გინდა თან მეთქი მოვჭრი მომენტში სადაც ვარტყაო. არა კიდე რამის ადჯერესი დავარტყი მეთქი აღარში მინე მეთქი. მაგრამ მაგარი არა არ უყავს მაგრამ თვითონ მეუბნება არა ამას ურტყავდი ესე თუ კი სილას კი მეუბნება არა უფრო კარგად უნდა გააკეთო კარგად დამარტყი აღარში მინე მეთქი არა გლიჯეო ანუ ხედავ როგორი არტისტულია რომ ბუნებრივი უნდა და ნატურალურად ესეთი 1-10 დუბლი იყო სანამ კარგად დავარტყი რომ დაწნარდეს მაგას არაფერი მოვიდოდა მაინც და ისე სხვადასხვა ზეღა ბოლოს იყო დარტყმა ერთხელი იყო თუ არ ვცდები მაგრა იშხუბა რა მერაბას კლიუსი აი ტიპის შრომის მოყვარეობა ეგ ვიცით უკვე მაგრამ აი ესე როგორც ადამიანი ეს ხო აი ადამიანი კეთილი ადამიანი არის ზოგადად ნავით იქ ყველას თავის სახშია ცხოვრობდა ეგ ვისაც დაინახავდა რა ეხა ეხო ვიცით ყველა შენც მე ვაფშე დამითმო თავისი თვითონ წავიდა მეგობრებთან ცხოვრობდა კი არა ძალიან ჯიგარი ტიპია ძალიან კი ეგ შენ სწორად თქვი ის რომ აი იმერული რაღაც იქ ვანელი რაღაცა ხო ხდები რა სპა სიყვარული ეხა მეთქა ერთმა ტრამპთან რო გადახდა იმერული დიპლომატია ჩართო რა კი ტრამპმა მე დადო ხო იცი თავის იმაზე ბიჭო არა დადებდა მაგრამ იქ ანეხა რომ ეს ეხა ტრამპი ხო არ არის ესეთი ტიპია რა ხო იცი ეხა არ ჩაულებრივი პრეზიდენტი ხო არ არის სულ რაღაც იგიჟებს იძახის და ესეთ გიჟებს ბოწონს ალბათ რა თვითონაც ეგეთია და იმიტომ არტისტული აი ისე რამდენი ხანი მოგიწიათ ერთად რამე ხო სპარინგები რაღაცებში დარბაზშიც ხო ერთად იყავით ხო ხო ვიდეოებს უხედავთ თან დაბალი წონა რო არის სულ მაგასთან სპარინგობდი ვისთან მერაბისთან ხო ვიჩხუბე მაგასთან ერთხელ მაგის ამ სპარინგობს და სად ვიჩხუბე არა მერაბის ვეჭხუბე ერთხელ სპარინგობს და ბლოც ის მომდის ესე გაშლილი ხელი ხო ეს ხელი ჩაუნწი მეთქი რა საკეთებ აუ ეს პირველი დრო იყო ქალს ვერ ვარტყავ მეთქი კაცურა დადექი მე სპარინგი რას ქვია კაიო კაიო კაცი დადედი და კიდე ერთხელა
მეთქი ეხლა მეთქი გადასამოვიღებ და დაგჭი მეთქი რა საკეთებ მეთქი კაცურად ნორმალურად მე სპარინგი ან ვაფშე არ მე სპარინგი ვიჩხუბეთ ის და მე უკვე ნორმალურად იდება ჩემთან ბუშტას გითხავდა არა სპარინგი ისეთი არა ეხა რა ეხლა მეც კი მიყვარს ძალიან მაგრამ ვერ ვინდობ სპარინგის დროს ეს ნახე ბიჭო ერთხელ უნდა მოდი ეხა ამას ხო და ჩავწერთ ამ გადაცემას რომელიმე დარბაზი ეხა ავიღოთ ლიკას თხოვოთ თუ ეცლება მოვიდეს და გვიმსაჯოს 30 წამი არაფერი არ გვიმსაჯოს ლიკასთან ოღონდ კრივი იმიტომ რომ იოსი რო იყო მოკლავ შეუბედურო და კრივი ჯობია რა თავზე რაღაცა ჩამოგაცვა და გაგძუყნი რა ეს რაღაცა ზედმეტი ისინი დამოკიდებული და მე ლიკა შემოვარდება და ვიცენ ხო ეს რო გადაეფარებიან და გადი მე ლიანა არ მინდა მსაჯეთ მე მინდა ერთი კვირა აი მაგასასტიკის ბევრი ძახის რომ ჩვენ მაგას ვერ უყურებთ რაღაცა ხო ხდები დასასტიკის სპორტია რა უყურებ მართლა აი ხანდახან მსაჯობ და რო უყურებ და აი ესე ვარ როდის ხრიანდება ეს ოქტაგონი და ხო ვერ წმინდავენ ეხა ბოლომდე ის არის წმინდება რა და ლაქები რო რჩება სისხლიანი და ბევრი უთქია მაგრამ ნუ ეხა თელსოფიას ჩვენთან ეხა ძალიან პოპულარული ხდება უკვე რა ძალიან პოპულარული ხდება და რას ფიქრობ ეხა არის ვარიანტები რომ ჩვენთან ჩატარდეს იმიტომ რომ ეხა არის მაგაზე საუბარი რა ხო ის ნახე ეხა ორი ჩემპიონი რო ყავს კი ორი ჩემპიონი ეხა ამ ხელა ქვეყანას რა ვიცი რომ ხო თან ახლა როგორც იცით ბაქუში ტარდება ახლა ბაქუში რო ატარებენ უფრო იმედი გამეხსნა რომ მე შეიძლება საქართველოში ჩაატარო ძალიან მაგარი იქნებოდა ბაქუში საყურე ვაპირებ არ ვიცი რა მეც მიდის და რა ვიცი ხო მეც მინდა წასვლა ვაპირებ და მაგ ნახე რა გვაჩუქა ეს მერაბას დროსი კი რა გამოგვიგზავნა ეს რომელიც ახლა ის ბოლოს რა იცი ეს ამის წინ ხო გათამაშება რომ მიდის ესა ხო არა ეს გამოგვიგზავნა ერთ-ერთი ბოლო ჩხუბის ჩვენი გათამაშება რო ვიღაცა თამაშებს ეთქვა არა ჩვენ ჩამოვიტანა გიორგი ჩვენ 30000-ზე გვექნება გათამაშება ისე თუ გაინტერესებდა რას გავათამაშებთ მე რეგეთქვი და დღეს კიდე ჩვენ თამაში გვექნება კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და დიმას რაღაც სურვილები აქვს რომ წაგებულმა ეს თქნას და შემდეგ ეპიზოდში აი ეს რა პაროდია ხო გავაკეთე არა ხო რა გამიჩალიჩე ჩემ ფეხბურთი გიყვარს აი მარტო ხო ჩვენი ბიჭების გამო უყურებს კი აბა მეგრული მითხარი იცი არა აი რო ჩავდიოდი ფოჩი მე ბიჭებთან რო ვიყავი ხოლმე იქ მე ვიწყებდი ლაპარაკს თორე გაგონებით მესმის ნოდა უწორეს გაგაბარდახებულსაც აუ რაღაცა ცუდი მითხრა ცუდს არა ცუდი არ იყო არისო რა იყო გაგორა ხარ შეგუბედური არა ცუდი ვიცი და უეჭველი არ იყო ცუდი აი მერიკა ამას არ დაუჯერო არიცი? ესა დეგენერატია. მე მეგონა რომ იცოდი. მე მარტო გინება ვიცი მე. მოდი. მე მეთყვი, გინა გიცხება გინება. თელი სამეგრედო გამოგვიწეს. მე მინდოდა რომ წარბები მეგონა. ნოდა სი. მასიმიორ. მასიმიორ რა არის? მიყვარს. მასიმილიანო ალეგრი. მასიმილიანო ალეგრი ასლა. რაბი რა არის, აბა თუ იცი. გოგო. მე სიმღერა ჯოგორი? ჰა? ჯოგორი. ჯოგორი არ ვიცი. ძაღლი ხო? სიმღერა დავწერე. კუმორ ძღაბებო, კუმორ ჩორექსი. აი მე გვიშველეთ ხალხი არა ხართ ბიჭო, დაგხვარეთ. აი ნახო კიდე თორე. აი ნედა. ვა, ძალიან კარგია რა, შენთან ლაპარაკი. სენიორიტა. ისე მეგრულსა და ესპანურ შორის გავლენა არის, იცი? კი არა. რა არის? ეს მე წერენ მას შენთვის თხოვნა. ჩემი ძმაკაცი მანჩესტერის ფანიაო. და თუ შეიძლება რომ მოვიყვანო და ლიკა მისე ცემოს რომ ეგ გუნდი დაავიწყოსო პირველ რიგში ლიანა პირველ რიგში ის მინგრიე მე ბასკების ფანი ვარ და ილბაოს მოუგო გაცე ხარე შეიძლება ესე შეგვეთით ვერცებს მოუგო შეგერთიც არ არის საკა ფულის თემა რა UFC რაღაცა მაყუთებია ლაპარაკი და გამოუშვი და ბავარია მე ვარ აგერ მე გავახიებ თავს და მე დავიწყე მანჩესტერს კუმორცორექსი შენ ერთი წამი რა შენი ნება რო იყოსო, ყველა შეაბჭო, მე გვინდა ყველა საწველებზე. რა კითხვებია საწველებზე. შენი ნება რო იყოს, საუკეთესო მებრძოლს, რომელ ქართულ კერძს გადასცემდიო. კითხვაა წეგან, მაგრამ მაინც რომელს ამოარჩევდი. ხაჭაპურს, ელარჯს. იცის რა ჩამო. არა, აი მაინც ელარჯი საცივთან ერთად. მომში და ხო არ ხადაო დიეტაზე. მოხი და რა, მოხი გადაგება და ჩვენ ერთად გადასავარ და შეუგეთე რაც გინდა. აქ მართლა გემრიელია, აი ლიანა, იმიტომ კი არა აქ ვწერთ, აი ყოველგვარი მის გარეშე.
აქ ყველაფერი აი მაგარი თოხლები აქვს რა, აი ძალიან მაგარი თოხლები რა. ფიანო, მეგოდი ვიყავი აქ ერთხელ. ხო, მოგეწონა. სიმღერა ისი? სიმღერა ვიცი კი. დავამთავრე მუსიკალური სკოლა. რა მაგარი, ეგ არ ვიცოდი. ჯანსულო, ჯანგულო. ფიანო დაამთავროს ეგ წინადადებაო. არ ვიცი. ქურდია თუ მოხოხია ეგ თქვი. ჯანსულო, ჯანგულო. ქუდია თუ მოხოხია. ჯანსულო, ვალა, დიმას წარბი, ჯანსულო. რა გავაკეთო? ყველაზე მაგარი. გიგით მოგვიყევიათ შენ მუსიკალური ამბები? ხო, მაშინ სკოლაში სწავლობდი და ძალიან ამოვიჩემე, მინდოდა პიანინოზე და ვოკალზე სწავლა და ამოვიჩემე პიანინოს მიყიდეს მშობლები, დავიწყე სწავლა. პედაგოგთან დადიოდი? მუსიკალურ სკოლაში შევდივარ და გადამოვხედი. არა, მე მაშინ პატარა ვიყავი მაშინ და ხო, და 6 წელი 7 წელი ვსწავლობ. ანუ იცი დაკვრა? კი, დაკვრა. არ არის პიანინო. კი, დიმა, აი უკან არის ასაწყობი. ხადა ხო შეიძლება დაუკვირდი. უკან არის ასაწყობი. რა მუსიკა? გიტარაზე სხვა არ იცი? გიტარა არ ვიცი, მაგრამ ფანდური ვიცი. ფანდური? კი, ფანდური. და გიტარას ხო შეუდე ფანდური, რემტეტეკედე რემტეტეკედე. დიდი არის, თან პატარა თითები მაგ და ვერ ვწდები, თორე ძალიან მინდა სწავლა. გიტარას თუ მოიგეთე? რემტეტეკედე დიმას წარბები გაპარჩე. მუცელი და ძუძუები შეხედებო. ძუძუები და მუცელი შენ ხო ბრედ პიტის ტანზე ხარ. KFC-ს მიაწექი, UFC-ს თავი დაანები. სხვათა შორის ლია და მომწარჩევა, რომ შემიძლია მოყვარულებში და მე უნდა განგრევო. არ მოყვარული 30 წამში მოკვდები შესაძლოა. მაგრამ რაღაცა არსებობს, რომ შეიძლება რომ დავადგე. ერთი შეიძლება მატოკი ჯუნიორ. აუ ბიჭო, აღარ მიცეთ ამას. დიეტაზე ვარ დღეს არაფერი მჭამია. ვინახეო რომ დაიცალო კაცო. მოდი მოგიტანე კაცო. დელა ფუენტეს ესპანეთის ნაკრები მოდის. აუ შენ გენაცვალე, შენ მარჯვენას გაუმარჯო სენიორ. Vámonos, venga ya le como suena. რა ჯიგარი ხარ. ეხა ილიასაც გიქხარ. თეთი კუჩუ. რას ფიქრობ? ოჩი აკუსტატო კარგი ახლა. რას ფიქრობ და მეორე კამარს კიდე სხვა წონაში მოიგებს უეჭველი, მაგრამ ისე მინდოდა მახაჩეს რომ შეხვდეს ისე გული მткиვა. მე მაგრამ წორა შეიცვალა მაგრამ რაღაცა მაინც იქნება. მე ფიქრობ იმის შანსი არის თუ მახაჩევი წააგო ეხლა იმ წონაში სადაც ავიდა, იძულებული იქნება რომ ჩამოვიდეს. ხო მაგრამ ეგეც მაგარია ის. კი, მაგარი არის, მაგრამ ანუ ესეთი ვარიანტს ფიქრობ რა, მაგრამ თუ არ წააგო არ ეჩხუბება ილიას ცა მაგარია. იცი რა, აი ეს რა არის? ეხლა ხაბიბი და ის რო ჩხუბობდნენ, კონორი. და რაღაცა იმან რომ დადო ეს სამი ცხოვლის და რაღაც შეურაცხყოფას რა ეგ არ მოსულა რა. ხო, რაღაცა ფორმა და ზომი, იმიტომ იყო რომ მართლა კინაღა მოკლა იქ რა. ნუ არა, ეს რა მოსული, არა, გავიგე რომ შოუ და მომარა. მაგრამ მეუღლეს ეხები რაღაცა. ხალხში არ არის, ხო ეგეთი რამე. არის? ნუ ეხლა კაცი შეურაცხყოფა რომ მოეყენოს მეორე კაცს, ძალიან დიდი შეურაცხყოფა არის, მაგის ქალზე რა ვერ აცუდად იმასხნა რა, არაფერად შეიძლება. ეხლა ქალი ქალს ეხლა თავის კაცზე რამე რო უთხრა შენზეც რო რაღაც ამბობდნენ მეტოქეები. აი არა, სერიოზულად უბრაზდებოდი, რომ სერიოზულად უაღიქოთ მეთქი მაგაც რა. ეს ხო ის არის, ეხლა წინაც არის ის არის. არ გიმჟავდეს ქვაფში საჭმელი შეიძლება ქალმა იგუთხრა. აი ბრაზდებოდი რაღაცაზე მართლა კი. არა, გაბრაზდებოდი. კი, და მეტეჯიმი არის დიმა. მაგრამ კონორი რასაც აკეთებს ზოგადად ძალიან დიდი მორალის კაცი არ არის ეხლა. ხო, ნუ აი ხა ძალიან ცუდად იმას უკა და მე კი რაღა მოკლა ამარა, აი ხა მართლა მაგანაც იმოქმედა ალბათ, ხო ის გაგიჟებული იყო ისე ეგ არ მოსულა. ხო, მაგრამ ხაბიბიც ძალიან ბევრი ცუდი რაღაცებს ეუბნებოდა. კი, მაგას გეუბნები, ეგ ისეთი შეურაცხყოფებია რა. ირლანდიელებს და ვინ დაიწყო მაგას უშუალოდ აღარა აქვს რა, ანუ რო აყვები მე ხო? და კი გამოვიდა ის მილიონები კი იშოვეს. კი, ორივე ძალიან დიდი ფულები გააკეთა. ზოგადად კონორიაცია ეს დონე ზოგადად UFC ძალიან პოპულარული. კი, გახადა და ვაფშე სხვა მაყუთებზე უკვე კი. ლაპარაკი. ჩვენ მერაბის მაკაცი რო ყავდა ეგეთი რაღაცა გიქრა, გიო კიკნაძე ამიგო სენიორი ჩვენი ისა და ქვია მელ გიბსონი ვნახეო რა და მელ გიბსონმა გითხრა რომ ანუ აქამდეო საქართველოს ვიცოდიო სტალინითო რა და ეხლა გავიგეო ეგეთი ჰოლივუდის პელე ხალხი გინახავს იქ ესე ხვალ შეხვედრ ხარ ეხლა ვერ მახსენდება მაგრამ ზოგადად ცნობილ ხალხს ხო აუ ამაგრა ასწორებს თან ეხლა ისეთი ეგ რაღაც პონჩი ძალიან მაგარია
წარმოიდგინე, ადრეო არ ვიცოდი საქართველოს ვიცოდის ტალენტო და უცებ მერაბა. ბიჭო, სპორტი, ეგ არის. ძალიან იქ იყო. მოგეგო ჩემთვის კალათბურთი და შენს გაგიგი გაგიცნობ. კვარაცხელის გამო ძალიან ბევრი გაიგო. გაზაფხულია ამერიკაში, იქ თორნიკე იმაში, ესპანეთში, იტალიაში, კალაძე იყო იტალიაში, ლიგა მოიგო ორჯერ. სპორტი არის ყველაზე მაგარი მოწინააღმდეგეებზე აღარაფერს აღარ ვამბობ, ეხლა ჯუდოზე და იმაზე რა. ჯუდოზე რა თქმა უნდა. შენ ჭიდაობა როგორ ხარ ისე? ჯუჯიტსუ იქნება. კაი ჭიდაობა მაგ ჯუჯიტსუ. ჯუდო არა, ჯუდო სხვა ამბავი არის რა თქმა უნდა. მე რამე ხო აწყვიტავებ ეხლა რომ მოგიგეს. მე კაი ჯუჯიტსუ მაქვს, სოფლიოც მოგებული მქონდა, ევროპაც მოგებული მქონდა. კი, ყველაფერი შეძლებელია და შენ თუ მოიდობებ. თუ მოიდობებს ყველაფერი შეუძლებელი არაფერი. ჭიდაობა ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდური კრივი დავიწყე ვაფშე. არ ვიცი, გამაგიჟებს ეს რა. პიანინო აბა ხელოვნება და კულტურა. კიდევ ხატა. კლასელს არ ვწევო, პარალელურ კლასელებს ვწევ მარტო. სენიორი და ხატავ? და ხატავს კიდე. ხوار ხატავ. ჩაგვიგდე 1-2 ნახატ შენ ვაჩვენოთ ხალხს. აუ თუ გაქვს ჩაგვიგდე. ნახატ ფოტო გადაუღე რა. რას ხატავ? თუ ყველაფერს. არა, ყველაფერს არ ხატავ. მე ზოგადად უფრო სხვანაირი შეხედვით, აი მამა ჩემიც ხატავს ძალიან კარგად, მაგრამ მამაში ჩემის ნიჭი სხვანაირად მაქვს. მამა ჩემი ხატავს უფრო გრაფიკას და სიურრეალიზმი და ეს რაღაცები. ხო. მე კიდევ ხატავ კი. აი ზუსტად მივხვდი რა, გეუბნე, როგორ შეიძლება ხა პიანოზე უკროდი, ხალხს წემდე და აბსტრაქციონისტი არ იყო. დიმა იმპრესიონიზმი არის. ანუ კრასკებში ხედავ და უფრო ჟივებში, ხო, მესმის. დიმას შენ ხალასიან და იცოდა შეიძლება უფრო დაფიქრებული დიმას მხატვრობის ჟანრია, დიმას მხატვრობის ჟანრი არის გარყვნილიონიზმი. ნოდარიც ხატავს, ატლეტებს ხატავს, შუშია საწყალს. დიმას აქ არის იმპრესიონიზმი, дима არის გარყვნილიონიზმი. ეს ზიკასთან ვარ სულიად თავშეკავებული ჯენტლმენი. ძალიან კარგი. მე ძალიან 1-2 წუთის უკვე წავდა და შენ შემაგითხარი და ბოდიში მოვიდა. ლიანა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი, მაგიტომ რომ ეს ავაზაკი შეაჩერე ჩემი ზვიგენის სატყუარა. მე მომწონს დიკასტურობა ძალიან. გაზი. იცი რატო ვეძახი ზვიგენი? ეხლა ამოვანათებ ზვიგენის სატყუარა. რატო ვეძახი? რა უნდა, რა ზვიგენი? ეს ბოდი. ნემო მულტფილმი ხო გაქვთ და რა ზვიგენის სატყუარა? თელი გადაცე მეოთხე ზვიგენის სატყუარა ვერავინ ხო გიყვარს ნემოს უყურე კიდე. არა, ნემოს უყურე, მაგრამ არ მახსოვს ეს ზვიგენის სატყუარა. ნემოს ვახმოვანებდი საერთოდ. აი ესე რომ ფიცილს რო დაიწყეს. ის კომენტატორი რო ვიყავი იმისი. ნემოში ტო ნემოში რომელი ტო ნემოში ტო რომელი გახდა? მე 1.50 გრამი რისკი მაუტანთ ერთი ამასა ნემოში ტო ნემო რომელი გახდა? აკვარიუმში რაღაცა დადის და ხო და ბაბელში ეპიზოდია ნემო მიდის რა და რა ზვიგენის სატყუა რას ბოდო არა ნემო რომ მიდის გახსოვს ის რა ქვია ის ჟანგბადის ნემო მიდის თუ მიცურავს შეჩემისა შენა მიდის ნემო არა ისა რა შუა 1-2 გინესი და ნემო ვაფშე აღაფრინა ხო და იქ ერთია და დიმას გავს მაგარი გამხდარითებს ეხლა ამოვაგდეთ იმას გამხდარითებს მე რატომ გავს არა ხო ზოლებიანია ცვე იმასთან ეგრე და ესე დიდი წარბები აქვს და რაო ზვიგენის სატყუარა დაგრუზული არ გამოსდის იქაიგე რომ გაეჭედა გააპიპინე ამა გეფიცები და არა ზვიგენის არ მოუტანოთ ლუკა უნდა ამოვალ ლუკა ეხლა ხო ის უნდა ამოვანათოთ რაო ზვიგენის სატყუარა ნუ და ლიკასთან დადის ბოდიში ვარ მაგას ხო რა ადა რაში ხო რა ლიკასთან მოგერიდოს ლუკაი ამას ამოუჭრით ლიკა არაფერს ერთი ბიძინას ამოუჭერით და მეორე ამას ამოუჭრით არა ბიძინასთან არაფერი იმ დღეს იყო ისა ბიძინა პადაცია ვახო გეგელა ჩვენი ძველი კოლეგის დაბადების დღე ძველი რა ბავშვები ერთად მოვდივართ ჩვენ და ცოტა დავლეთ ცოტა ესა და მე გავაგზავნეთ რა ჩვენ და ეს ხარივით წავს ხარივით დავაკვირდით ზვიგენის სატყუარა კი და ზვიგენის სატყუარა მინდა ზვიგენის სატყუარა და ძალიან მინდა რომ ლიანა შევეჯიბრო რა ხდება ვაიმე კონფლიქტია რა არის ძალიან მე მოვიგონი ახალი თამაში სუნთქვით ფეხბურთი რას ნიშნავს პინგ-პონგის ბურთი გდია იქ მაგიდის ფეხბურთში და სული უნდა შეუბერო და ვინც გაიტანს გოლს და ის ფეხბურთელები რო შეუშლიან ხელს აუცილებთ ფეხები ზევით აუციოთ იქეთ ამოვატყოთ ეს არ აგინე დავამთავროთ არ დავამთავრ მე რაღაცა მკითხოთ კიდე კარგი ამიტომ მინდა ადამიანთან საუბარი მინდა რომ უბრალოდ დავაანონსე როგორც ვარ მოდი ისტავდეთ ეროვნული ლიგა მიდი მე რეჟიმეს მედესო მასიმიორ გბამოს რა რეჟიმით ვარ ჩუბე ხა
დავამთავროთ მაგითი. იმიტომ რომ ძალიან მაგრა გვინდა რომ დაბრუნდე, იმიტომ რომ ყველა ველოდებოდით როგორც ამათუზი ვართ, ეხა ისე გელოდებოდით ხოლმე შენ. და მაშინ შენ იმაზე მაგრამ მომეშალა ნერვები და შენაკევი უფრო სწორედ რა, იმიტომ რომ მეც ვიძახდი რომ რატო და თურმე მე გავირკვა რომ რავი, ისე როგორ რა გაქვს ყველაფერი წაში აღიდგინეს უთქვა ყველაფერი? კი, ოპერაცია დაგჭირდა თუ არა? არა, მარტო გამიკერეს. მარტო სულ გამიკერეს აიტანდი. ბიჭო, უყურე ეგ არის რა. თანაბარი ჩხუბი იყო, არაფერი არ მოასწავებდა მაგას. ჩემი გეიმ პლანი იყო. რა მოხდა? ჩემ გეიმ პლანში იყო, რომ ვიცოდი, რომ ერთ რაუნდიანი მოჭხუბარი არის ზოგადად. მეორე, მესამე რაუნდში იხლება და მე კიდე კაი კარდიო მაქვს და მეორე, მესამე რაუნდში აი ეგ არის, წამში ერთი წამი მოდუნდები და всё რა, გაგიტარებ. ნუ ბედია ხა, რა ვქნათ ხდება. როგორ ვარჯიშობ ხა? დღეში რამდენ საათს, რანაირად? დღეში 2 საათი მაქვს ვარჯიში, რო არ ვემზადები, უბრალოდ ყოველ დღე ვარჯიშობ და რო ვემზადები. კონკრეტულად უკვე ბრძოლისთვის. ბრძოლისთვის უკვე დღეში 2ჯერ ან 3ჯერ ხანდახან მაქვს ბრძოლის. რიტუალი გააქვს. რიტუალი? ხო ხდები წვრწმენები და სპორტი ჯაჭვურად არის და ერთად არის. რაღაცა აი ისეთი გამოსვლის წინ. ნუ რა თქმა უნდა, ლოცვა. აჰა. ნუ ლოცვა გასაგებია, მაგრამ მეტი არაფერი, ლოცვა, ჯვარი უნდა მეკეთოს, მარტო ჩხუბის შეიძლება? არა, ჩხუბის წინ მარტო ვიხსნი. შენს გაიგეთეს, მე როგორ გაიგეთა? აუ, მაგარი არ გიყვარს. არა, მიყვარს, მაგრამ ჩემ ტანზე არ მომიხდება. ოკე, ეხაწები ეხანა. ისე გინდა? შობლები ვცემ. შობლები. აი ეს შობლების ფაქტორი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რამდენიც არ უნდა ელაპარაკო, შობლები მაინც შენ წამოყვნენ და შენთან გვერდით არიან და შენთან არიან. კარგი რაღაც მიწეღა რომ დედა ძალიან გასუქდი რო გითხრა. ესე იგი ღელავს, ესე იგი კომაგობს რომ ხო, აბანა რო დედა ჩემი ისე მეხმარება, ფსიქოლოგიურად, ხო? ფსიქოლოგიურად მარტო არა, ახლა დავუშვათ რა თქმა არა, სადიეტოთ, ხო, ნერვიულობ, წვიმა გავაკეთო, ხო. ხო ძალიან ძალა არ მაქვს, არაფერი არ მაქვს, დღეში 2ჯერ 3ჯერ რო ვარჯიშობ და იმზადები, აი ახლა არც რეცხვის არაფრის თავი არ მაქვს და დედა ჩემი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, მომეხმარა. ლიკა, უყურე. მე მაქვს მეორე ტიპის დიაბეტი და ამას არ მოვუტანე. მოიტანე ბანა. მე მოიტანეო ბიჭო. არა, უკავი. მოიტანე. მაგში ჩემ. მე არ შეიძლება ჩემ დიეტაზე უნდა ვიყო, დიაბეტი აქვს მეორე ტიპის რა, მაგრამ რომ არ ვიშობ დილით რაღაცები და ვერ არ შემიძლია. ისე მიყვარს ჭამა. და შენი წარმომიდგენე ხარ, ჯანმრთელი ადამიანი ხარ, მოქმედი სპორტსმენი ხარ და კლებაზე რო ხარ, ეგ ხო დამატებით პრობლემებს გიქმნის. ფსიქოლოგიურადაც ძნელია, ხო არ არის ძნელი? გაღიზიანებული ვარ. იგი ნახავს ფსიქოლოგისტვის. ამიტომ არის პრაქტიკა ზოგადად. მე არასდროს, მაგრამ დედა ჩემი მეუბნება გჭირდება ფსიქოლოგი. არა, მაგას თუ და ჩვენში სენაგუდერე დედა. არა, იცი რა, არა, ეს აი ნოდარ მაგალითად დადიოდა ფსიქიატრ, მაგრამ ნუ ეს არის შედეგი, ეს მივიღეთ. მეტი არა, ფსიქოლოგი აქ ჩვენში სამწუხაროდ ესმით რაღაცა შეურაცხყოფად ხო ხდები. ფსიქოლოგი ძალიან მაგარია, ჩემ პროფესიაში. ვოი, თუდად არის რა. მაგას რატო უდგიქნებ ამასაც უნდა? ხო, მაგრამ ბიჭო, შეესაკეთე, ვარ ცხენია, აჟიჟი. ტრენიორი ერთად შეგვიძლია მივირთვათ. შია მაგრა და კარტოფილი. ფსიქოლოგია, კარტოფილი ბავშვები. ფსიქოლოგია ზოგადად ხელოვნება. მე ვფიქრობ, პროსტა ანუ ესეთი განვითარებული არ არის ეს პროფესია, როგორც დავუშვათ ევროპაში და ამერიკაში. და მაგის გამო შეიძლება არ არის. აბაზე რა გამახსენდა ლიანა, იცი? მეგრული? აგინდა? არ უნდა. ნუ თავაზო, რას თავაზო? მინდა რა. არ უნდა რა. ეს ნაკალები მოქმედი სპორტსმენი ხარ და შენ ჭამდა, მე რო ჭამო ეხლა ლიანა ისე 70 წელი. მეგრული აჯიკა არის რეალ მადრიდი რო ისედე. მეგრული, აი მე გეტყვი ჩემთვის რეალ მადრიდი. ეს გაწიელი, კაი ხა თორე რომ მივადგები, გეპიცები, ისე მიყვარს და მგიჟდები. ლიანა, რამე მეგრული კერძი რო შეგიძლია რო ჭადები. ნახე, ამან ეგრევე შეიძლება მოიტანა. ეს ძალიან სერიოზული ადამიანია. ყვარულო ძალთა შეცახ. ეს გაზავტყავებული ლუკას რამე არ დაემართოსო და მეგრულ აჯიკაზე მაგარი დედამიწაზე არ არსებობს. მართლა გეუბნები. კარგი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია შესვენება გამოვაცხადოთ, თქვენ მიირთვით გემრიალად და გადავეწყობით ჩვენი კრისტალბეტ ეროვნული ლიგის რა ქვია ბიჭო? სუნთქბურთი. ბილიბერტ არენადან. ლიანა ჯოჯუა ნოდარ სიმსიეს რას მესავე ნახე ორივე რა. აი, მიდი, დაში. გოჭა რა. კაი, გამოვიდეთ, ვიწყებთ.
მაშინ ასე თვითფასო ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია ლაილაი იწყებს პირდაპირ რეპორტაჟს ბილი ბერ კარერადან კრისტალბეტ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი ახალ სახეობაში, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ნოდარ სიმსივნე. რა არის სიმსივნე? სიმსივნე, ხო. არა, ბეჭო, სიმსივნე. აი, მაშინ cancer. ნოდარ სიმსივე. აჰა. კაბალიერო. გასამაში განაცხადე. აუ, კაბალიერო თქვი. კაბალიერო ნოდარ სიმსივე. აი, შეხედე რომ ეღადავებოდი. ჩვენს თამაშს ქვია სუნთქბურთი. კი, მე მოვიგო. რომელიც შენ რა მოიგონე, შემაგდო მილიონი ვიდეოები და ვინაკეთებს მე პირველი. გაბრალები სადაც. ლიანა ჯოჯუა ნოდარ კაბალიერო სიმსივე. აი. სუნთქბურთის წესები შემდეგია. უნდა შეუბერო და შეუბერეთ. 3 სათხალიგა. შეხედე მე როგორ. მიდი მიიწიე. ეხლა ეს აი ხელებს ეგრე ნუ აკეთებ, იმიტომ მოგწერეს იმ UFC-ს ხალხმა რე ხელებზე რა ჭირსო. ესე იგი რაზე ვთამაშობთ ჩვენ თუ? რაზე ვთამაშობ და სურვილზე. მე ეს თუ წააგებს და ეს წააგებს დარწმუნებული ვარ, კიდე ერთ სურვილს შეასრულეს. ხო, ამჯერად პაროდიით არ შემოვიფარგლები. ფიზიკური დატვირთვა გექნება. აუ რა. დაიწყო არ მითო რა ბუკა ჩვენ მომი. რატო აი 30 ბუკნი შენთვის რა არის? არაფერი შეჭინა. კაი, და 3 2 წავიდა. არა გოლი როგორ უნდა გავიდეს? მიდი ლიკა! მიდი ლიკა გოლ! გოლ! როგორ უნდა მიწდე? მიიწიე, გასწე მაგიდას დაეხდენი რა. გურთი ამაიღე. დიდი ხომ შეშურდა. 1-0, აუ რა შეუბერა. ეცემ ამას კარდიო აქვს, ვერება დვალიშვილის დაღლით რა გადავა. კარდიოგრამა მეც ისე. კარდიოგრამა უნდა გადაიღო კი. წავაგე. ერთამდე იყო. კიდე ერთი შოკი გაიგო. ერთ ჩანს გადა. იქიდან ბუთი 20 წამი გადლევა და 3 2 წავიდა. გოლ! აი ესეთი ხანმოკლე გამოდგა. ნოდარის ანჯვაი და წამებაი. რა მინდოდა რატომ მოვიგო? ბილიბერ კარენაზე პირველი ჩემპიონი სუნთქბურთში, კრისტალბეტ ეროვნული ლიგის გამარჯვებული ლიანა ჯოჯუ აპლოდისმენტები. ბაზარი არ არის, მაგრამ არ გაგორებულა საიდან ჩემონოდარ დაამთავრე მოთქმა ხა ეგე მადლობა ჩემის გინესი რო გლიჯეკ სამიჭიქა ეგ რა გეგონა ისე გინესი მე კარდიოგრამაზე კიბეზე რო ადის ლიკა მეორე სათულზე კიბეზე ქოში და კარდიოგრამა ხო თქვა თვითონ ლიკა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან მადლობა ლიკა ძალიან დიდი მადლობა საოცრება იყო მადლობა ბიჭო ის აი კაბინეტში რა გარყვნილი დღევანდელი ჩვენი განცემა დამთავრებულია თუ მოგეწონათ არ გაგორებულა რა გიქნეს გამოვიწეროთ მეტი რა უნდა გამოვიწერეთ ჩვენი არხი და უგულშემატკივრად და ლიკას უგულშემატკივრად რომ დღეს თქვა რომ UFC-ში აუცილებლად დაბრუნდება და ჩვენ ამისი გჯერა წარმატებები ლიკა შენ და მოდი ახლა ნოდარას რო უყარს ერთი და ესე დავიმშვიდობოთ აი ბაზარიანა შეხედე მაინც როგორ აკეთებს შეჩემა ესე ნუშვები აი ესე ნუშვები ეს აბა ჰე კარგად არიოს აი ხოდო ბიჭო ვაიმე ჩემი